რა ვისაუბროთ იმაზე თუ გლობალურ ბიზნესში რა ხდება და დღეს ყურადღება მიიქცია ნამდვილად NVIDIA-ს გადაწყვეტილებამ, რომელმაც ახალი თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა სამხრეთ კორეულ ტექნოლოგიურ გიგანტ SK Hynix-თან. ბოლო პერიოდში ყოველ კვირა ვსაუბრობთ ამ კომპანიაზე, რომელიც არის მეხსიერების ბარათების, რამებისა და DRAM-ების წარმოებელი უმსხვილესი საწარმო პლანეტაზე, რომელზედაც დღეს NVIDIA-ს საწარმო ხაზი არის დამოკიდებული, რადგანაც როდესაც კლიენტები ყიდულობენ NVIDIA-საგან Blackwell სერიის სუპერკომპიუტერებს, მათ აქვთ როგორც წესი SK Hynix-ის რამები ჩაშენებული შიგნით, მაგრამ რამებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ბაზარზე არის გაჩენილი დეფიციტი. აი ამ დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად ეს შეთანხმება და წარმოების გაფართოებას. დეტალები არ გასაჯეროებულა, არც თანხის მოცულობა და არც ის რეალურად რა გაკეთდება, მაგრამ როგორც SK Hynix-ი აცხადებს, რაც მოხდება, იქნება ის, რომ წარმოება გაიზრდება და დეფიციტი შემცირდება უბრალოდ არა 1 და 2 თვეში, არამედ რამდენიმე წელიწადში, რადგანაც მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მას ვერ აუდიან. ყველა ტექ გიგანტი რეალურად საუბრობს ერთ მოცემულობაზე. თითქმის ყველა ამბობს, რომ მოთხოვნა არის აი აქ და მიწოდება არის აი აქ. და უბრალოდ აი ამ დაშორების, ამ უფსკრულის ამოვსებას ცდილობს ყველა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს არ მოხდება, ფასები იქნება გასაზრდელი ყველაფერზე დრამატულად და შეიძლება იმდენად ძვირი გახდეს კომპონენტების შეძენა, რომ არ ვიცი, საშუალო დონის smartphone-ის ყიდვა შეიძლება დაგვიждდეს $3,000 და კომპიუტერი შეიძლება ღირდეს $6,000. ასეთ რეალობებს ცხოვრება არავის არ გვინდა, რადგანაც არც იმ smartphone-ებს და არც იმ კომპიუტერებს აღარ ვიყიდით და ვერც ეს კომპანიები ვერ მიიღებენ შესაბამის შემოსავლებს. ამიტომაც იწულებულები არიან წარმოება გაზარდონ და ამ გზით დააბალანსოთ მოთხოვნა მიწოდების ბალანსი. კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე chatbot Claude-ის შემქმნელმა კომპანიამ Anthropic-მა საინტერესო მოწოდება გაავრცელა დეველოპერების მისამართით და დეველოპერებს მოწინავე AI ტექნოლოგიების განვითარების კოორდინირებულად შეჩერება შესთავაზა. Anthropic-ი რო ამას ამბობს IPO-მდე ერთი თვით ადრე ეგ არის საინტერესო ტრილიონიანი კომპანია რო ამას ამბობს, ხო. როგორც გაირკვა, ამ ინიციატივის მთავარი მიზეზი არის სისტემის სწრაფი ტემპით გაუმჯობესება, რის გამოც ადამიანების მხრიდან კონტროლის დაკარგვის რისკი იზრდება. არ ვიცი Anthropic-მა ის განცხადება რაღაც კონკრეტულ ანალიზზე დაყრდნობით გააკეთა თუ ისე უბრალოდ რაღაც ბაზარზე ხმაურის შექმნა უნდა მის გარშემო, იმიტომ რომ ან IPO იგეგმება, მაგრამ ფაქტია რომ ის ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორიაა ამ მიმართულებით და შესაბამისად გარკვეულ მონაცემს სავარაუდოდ ეყრდნობა მათი ეს განცხადება, იმიტომ რომ არასერიოზულია ტრილიონიანმა კომპანიამ სხვა შემთხვევაში სხვანაირად იმოქმედებს. როგორც Anthropic-ის წარმომადგენლები გამოქვეყნებულ მანიფესტში წერენ, ახალი AI მოდელები პროგრამული უზრუნველყოფის ამოცანებს უკვე დამოუკიდებლად ასრულებენ, რის გამოც შეიძლება ტექნოლოგიამ საკუთარი მემკვიდრე შექმნას თავად და ამ შემთხვევაში შეიზღუდება უბრალოდ ადამიანი, ანუ გაქრება ადამიანების როლი. AI თავად შექმნის ახალ AI-ს. ახალ AI-ს, ახალ აგენტს, რომელიც დასჭირდება მას კონკრეტული მიზნის მისაღწევად და შემდეგ ეს უსასრულო პროცესი შეიძლება რომ გახდეს. ამიტომ რაღაცა კონკრეტული მუხრუჭები შესთავაზა მოკლედ ბაზარს Anthropic-მა. წამყვანი სტარტაპებისა თუ კომპანიების მიერ ერთობლივი გლობალური მექანიზმის შემუშავება კი რეალურად უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დანერგვას შეუწყობდა ხელს, ასე ფიქრობენ კომპანიაში, რაც უზრუნველყოფდა, რომ AI კონტროლს მიღმა არასოდეს გავიდეს. ხო, მოკლედ მეც ბევრჯერ მithქვამს, რომ ზომბი აპოკალიფსი არ იქნება, უფრო ტერმინატორის ეპოქისკენ მივდივართ, ანუ რეალურად ტერმინატორი მატრიცა რაღაც განვითარების ტემპები იმდენ ჩამბიცდავია და Anthropic-ზეც რომ თქვათ ვახსენეთ პრინციპში, მაგრამ ტრილიონიანი შეფასების კომპანია დაახლოებით შეიძლება მეტიც და ველოდებით მოკლედ მის IPO-ს უახლოეს მომავალში და განსაკუთრებით 2026 წელი ამ კომპანიისთვის არის ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ არ იყო ჰორიზონტზეც კი, როცა OpenAI-ზე ChatGPT-ზე 1 მილიარდზე ნაკლები იყო კაპიტალიზაცია. საუბრობდით, Anthropic-ზე არ იყო მაშინ საუბარი, თუმცა უახერხესო დღეს მხოლოდ მასზე საუბრობთ. კი, ნამდვილად ასეა. ხო, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა იტალიური საბურავების მწარმოებელი კომპანია Pirelli.
პირველი ალბათ ჩვენი მაყურებლების ნაწილობა იცის, შეიძლება ზოგიერთს აქვს კიდეც პირველი პროდუქცია შეძენილი, ძალიან მაღალი დონის საბურავებს აწარმოებს ეს ბრენდი, ფორმულა 1-ში ჩართულობა ჰქონდათ, რომ შანსი არ არის ბრენდის ცნობადობა, ბრენდი მაინც კი ფორმულა 1-ში ექსკლუზიურად იყენებენ პირველი საბურავებს, უმაღლესი ხარისხია რეალურად. მოკლედ, Grizzly Research არის ესეთი კვლევითი ფირმა, რომლებიც როგორც წესი ნეგატიურ კვლევებს აქვეყნებენ და შემდეგ საპირისპირო პოზიციებს ხსნიან კომპანიების წინააღმდეგ, ეს არის მათი ბიზნესი. მათ გამოაქვეყნეს კვლევა პირელის წინააღმდეგ, რომელშიც ამტკიცებენ კვლევარები, რომ პირელის აქვს კავშირები რუსეთთან და როგორც ჩანს, რუსეთს სანქციების გვერდისავლით აწვდის ტექნოლოგიას და მათ შორის საბურავებს. ხათე ფორმულა 1-ის საბურავები რუსებს არაფერში არ ჭირდებათ, მაგრამ მათ ჭირდებათ სამხედრო ტიპის საბურავები, რომელთა მიღებაც პრინციპში არსაიდან აღარ შეუძლიათ უკვე ყველა მწარმოებელი ფაქტობრივად ევროპული ან ამერიკულია, ყველაფერი შეზღუდულია, ჩინეთს აქვს ტექნოლოგია, მაგრამ შეიძლება რაღაც ფასით ან ხარისხით პირველი ჯობდეს კიდეც ჩინურ მწარმოებებს და Grizzly ამტკიცებს, რომ რუსეთს აწვდის პირველი საბურავებს. ამას პირველი გამოეხმაურა და თქვენს, რომ ეს ნარკვევი და ეს დოკუმენტები, რაც მან წარმოადგინეს, არის ან სიცხუე საერთო ჯამში, ან ფალსიფიკაცია, ან რაღაცების გადაჭარბება და ისინი ამბობენ, რომ ყველანაირ კანონმდებლობას და რეგულაციებს და სანქციებს იცავენ. სხვათა შორის, ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ 13% დაეცა კომპანიის აქციები ძალიან მკვეთრად, შავი დღე გაუთენდა ფაქტობრივად პირველის ინვესტორებს, მაგრამ შემდეგ პირველი მთავარ წარმოადგინა უკვე საპასუხო დოკუმენტაცია და ასე ვთქვათ, შიდა აუდიტის შედეგები, საიდანაც ჩანს, რომ არანაირი კავშირი არ არის ეს კომპანია სანქციების გვერდისავლასთან და რაღაცნაირად ამ წუთების მდგომარეობით ეს ვითარება უკვე დასტაბილურებულია და ის -13-იც ამოიღო კომპანია, მაგრამ უკვე გაჩნდა კითხვის ნიშნები და დარწმუნებული ვარ, ინვესტორები დასვამენ ძალიან ბევრ კითხვებს დღეიდან მოყოლებული ფაქტობრივად. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება ეს მოგების მიღების მიზნით გააკეთა, უკვე იყო ფანჯარა, სადაც კარგი მოგების გენერირება შეიძლება. ეგ -13 უკვე დააფიქსირა Grizzly. -13 იყიდი აქციებს და პირველი უპასუხებს და ამოღებულია. ეგეც ამოღებული, ეგ ბატონო. -13% და კიდევ ერთი ინფორმაცია შეჯამებისთვის ბოლოსკენ Lamborghini, რომელიც სხვათა შორის პირველი საბურავებს იყენებს, კი? შემოვინახეთ და გამოიყენებს ალბათ გაგრძელებს. ოფიციალური პარტნიორობა აქვს მათ ესეთი. კი ბატონო. ეს კი იტალიურმა Lamborghini-მ და მაღალი პარფიუმერის წამყვანმა სახლმა Sergio-მა ერთობლივი პროექტი განახორციელეს, აი აღარ თქვენს ეკრანზეა ის ერთობლივი პროექტი. ეტაპ როგორი სურნელი აქვს Sergio-მა და Lamborghini-მ წარმოადგენს. ალბათ მაღალი პარფიუმერის სურნელი იქნება. ხო, ნუ Sergio-ისთვის დამახასიათებელი იქნება სავარაუდოდ უფრო. ოღონდ ოდნავ ავანგარდული როგორც Lamborghini. მე არ მქონია Sergio-ფი. აი უნდა საერთოდ გასინჯოს არსებობა მაღალ პარფიუმერიაში. მაღალ პარფიუმერიაში არ ხარ. არ ვარ ჩართული მაღალ პარფიუმერიაში. მოკეთ ბაზარზე გამოვიდა სპეციალური ხაზი, რა თქმა უნდა, არის სამი მიმართულება, ლიმიტირებული, როგორც ეკრანზეა ნაჩვენები. ახალი ხაზი, რომელიც Avanguardias, Fieresas და Perseverasas მოიცავს. ესეთი დასახელებებია თუ სწორად წარმოვიდგინე. რთული დასახელებებია. თუ მაღალ პარფიუმერიაში ვერ გავერკვიე და არასწორად წარმოვიდგინე უკაცრავად ადამიანებთან, ვინც ფლობენ Sergio-ს. მოკეთ კოლექციის უნიკალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ბრენდის არსებობის ისტორიაში პირველად პარტნიორული პროექტის ფარგლებში ფლაკონის წინა მხარეს არის Lamborghini-ის ლოგო წარმოდგენილი და Sergio-ს ასეთი რამ არ გაუკეთებია, მხოლოდ Lamborghini-ის აქვს ასე ვთქვათ ეს პრივილეგია, ორივე იტალიური ბრენდია, ფესვები იქიდან აქვს შესაბამისად. ორივე ძვირადღირებული ბრენდია. კოლაბორაცია შედგა, ნუ სავარაუდოდ ეს მაღალი პარფიუმერია ბევრად ნაკლები ღირს ვიდრე რა თქმა უნდა, ვიდრე Lamborghini. Lamborghini-ის ნაწარმი, არ ვიცი. სავარაუდოდ, თუმცა იქნება თუ არა, ასე ვთქვათ, გაყიდვაში პირდაპირ, ანუ პირდაპირ შეიძლება თუ Aventador-ს რო იყიდი შემდეგ მოაყოლებენ. ეს არ ვიცით ჯერჯერობით, იმიტომ რომ ფასებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ არის და საერთოდ როდის იქნება ხალხი ვისაცდომი, სავარაუდოდ როდესაც შეიძლება ახალ Revuelto-ს ან ნებისმიერ დახვდება ჩამოწევთ იმას. აქვს აი ძალიან პატარა სათავსო იქ არ იქნება. ეს ზისგან დამცავს რომ ჩამოწევთ. იქ აიგარჩერდება. ჩამოვარდება Sergio-ის ერთ-ერთი სუნამო, აი მწვანე, ლურჯი ან მე რა ფერია მესამე სახელიც ვერ წარმოვიდგინე ხა ფერებსაც ვეღარ ვცნობ როგორც ჩანს. მოკლედ ეს კოლაბორაცია შედგა ძალიან საინტერესო კოლაბორაცია არის და მომხმარებლები Lamborghini-ის და მაღალი პარფიუმერის ელოდებიან მოკლედ ფასების დადროგვას და შეესებიან იმას რომ
რეალურად გახდეს ხელმისაწვდომი ეს კოლაბორაციის შედეგი. დაბალი პარფიუმერია, აქეთ ჩვენსკენ მოვიკითხოთ და მაღალი იტალიისკენ მაღალი იტალიისკენ იყოს და ლამბორგინისკენ.